გამარჯობა. დღევანდელ ვიდეო ბლოგს სპეციალურად წერ ისეთი ლატენტური კოცისთვის, რომელმაც სხვადასხვა გულახდილად უნდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ მიხსენებია საერთოდ ადამიანი შეხება, როგორ გითხრათ, ხელიც კი არა მაქვს ჩამორთმეული მაგისთვის რა. ხო, არის ესეთი ცნობილი კოცი, ბაკურია სვანაძე. ხო და მოკლედ უგინები ვარ თურმე დიდის ამბით თუ ოღონდ როგორ იცი ჩემ ძმაზე აქვს აკრებილი და ამაში მომიხსენია მეც მძღნერი მჭამელად და სხვათა შორის თან როგორი ტიპია იცით ეხა გულახდილად გეტყვით უბრალო კოცი არ არის რა აი კარგად ნახმარი კოცია კარგად გამოყენებული კოცია და ეხა რო გითხრათ რომ გამიკვირდა თქვა არ გამკვირვებია და ზუსტად ვიცი კაცო რატომაც გააქტიურდა ამდენი ხანით რატო იყო წნარად მაგიც ვიცი და განსაკუთრებით რა აწუხებს ახლა მაგიც ვიცი და ზუსტად მინდა ეს ბლოგი მიუძღუნა გამიგე მის პატრონებს თუ რა ვიცით ვინ ჩემი ფეხებია არც არავინ არ არის ჩემი უბრალოდ ეხა გამოდგა და იგინა და იგინოს კაცო როგორც თქვა მე მარტო კი არა მაქვს დავითემსაძეს და ერმილენებსაძეს კი არა აქვს მარტო გინებაზე ექსკლუზივიო მაგრამ მე შენი ბოზი ლოკო დედა შენის ტუჩები რომ მოვტყან შენი აი ესე უნდა შეგაგინო მანდა მაინც რა შენ ის ნაბოზვარი არა ხარ ბიჭო ახლა რო კალაძეს აგინებდა სინამდვილეში ტრაქში რო უზრებოდი კალაძეს შენ ხო ხარ ის შედედა მოწყნულო შენი ოჯახის წევრი არისო იქ პატაია აბულაძეს რომ მივარდა და ფეხებს ულოკავდა სასამართლოზე ხო იცითო რომ თქვენიანიაო და ამნაირიაო და ტრაქს გაძლევთ ყველა პოზაშიო და კი კაცო იმანას უთხრა ჩვენიანია მე თვითონ ვესწრებოდი მაგ პატო აბულაძეზე მე კაის მეტი არაფერი არ მეთქვის მე უშუალოდ გავხდი იმის მოწმე შედედა მოწყნულ როგორ გამოგათრიეს ციხიდან კოცებმა ციხიდან კი სასამართლოები როგორ ქონდა და როგორ გიხსნიდნენ ეს დედა მოწყნულები ვითომ ის მაგარი ტიპი რო იყავი რა ერთი და ორ დღიანი დისიდენტი რა ხო და ამის მერე ის დედაშენი ის ლოკოსტუჩებიანი დედა მოწყნული ან ჩოუდევით პირში ან დედაშენი ან ვინცაა შენი ოჯახის წევრი ბიზია როგორ იბრუნებ შენ სხვის დედაზე სალაპარაკოს შე გამზდელ მოწყნულო ენას როდესაც შენ დაწყებული შევარდნაძის მთავრობიდან დამთავრებული სააკაშვილის მთავრობამდე და მერე კოცებში ოფიციალური ბოზი იყავი და თან როგორი ბოზი იყავი სცენარისტი ბოზი იყავი შედედა მოწყნულო რუსთავი ორზე სანამდე ხალხს დაიჭერდნენ მანამდე აშავებდი უშიშროების დავალებით შენი გამზრდელი დედა მოტყან თან როგორი ნამბოზვარი იყავი ვიცი აი რო დაიჭერდა უშიშროება ვინმეს ხო უნდა ეთქვათ მანამდე რომ ცუდია ხო უნდა შექმნილიყო ხალხში აზრი შენ მაგნაირ აზრებს ქმნიდი საზოგადოებაში რა უბრალოდ ასეთი სახე მიგაჩნია დღემდე თავი მაგრამ ვინ ჩემი ყლე ხარ პირდაპირ გეტყვი არც არავინ არ ახარ საერთოდ ამის მერე რა ფაქტიც ვნახე თბილისში ამ როჯასთან რა კონტაქტი უნდა მქონოდა და ვიცოდი როგორც ერთი იდენტიფიცირებული ნაბოზვარი რომელთანაც უნდა დამდგარიყავი შორს იმიტომ რომ იყო შემსრულებელი დედამოწყნული პროვოკატორი და გამოდის ახლა და იმას იცახეს თურმე მე დავით ნემსაძეს რაღაცა ევროპაში რო ვარ გაქცეული მე შენი გამზრდელი დედა მოტყან გაქცეული კი არა ვარ ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ ვარ აღიარებული პოლიტიკური დევნილი შენაერ დედამოწყნულებს ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ ესაა ჩემი ოფიციალური სტატუსი დღეს გამიგე იმიტომ რომ შენაირმა ნაბოზრებმა შენაირმა დედამოწყნულებმა ახლანდელო რამიშვილის ბოზო მაიძულეს რომ ჩემი ქვეყნიდან წამოსულიყავი მთელი ჩემი ოჯახით და ჩემი ოჯახის მაგივრად მაგ ჩაიკერეთ ირანელები არაბები 1000 ყლეს გადამხტარი თათრები და თურქები და მთელი ჩემი ერის გამაუბედურებელი ისტორიის მანძილზე ვის მტრები იყო ყველა ჩანერგეთ იქ ყველა ქართველი ერისა და ჯიშის მაგივრად შენი დედა შევეცი შენ ასე უნდა გელაპარაკო შენ სხვანაირად არ გესმის ბიჭო და შენაირებს ვერც ვერას დროს ვერ გაიგებენ სხვანაირად ლაპარაკს რუსთავი ორში სცენარისტად ხო ვიჯდა ეს დედა მოწყნული რა ამ რუსთავი ორში არა ნაცების რუსთავი ორში ყველაზე მწარე რო იყო ეხლაც ხო რა ვაფშე ბუკლეტია ყველა მიცის რა 1000 იმას ვითომ პრესა მაგრამ ნაცების დროს იყო თუ იყო რა სანამდე ან ინდულგენციას მოაწერდა ვინმე ხელს ან მილიონს არ გადაუფორმებდა აი ზუსტად მაგის იმიდან იწყებოდა ყველაფერი რა ქვია ეგრეთ წოდებული იუმორისტული შოუებიდან ადამიანის მოსპობა და განადგურება და მე უკვე სპეცრაზმი ასრულებდა საქმეს ახლა რა მნიშვნელობა ქონდა შენ სპეცრაზმის ტყვით მოკლავდნენ თუ ამის ნაბოზვარიენით გაგაშავებდნენ ეს იყო მეთოდიკა მე გადმოძრა ეს დედამოწყნული კოცების მეცხრე არხში შეძრა და მე ვითომ ბრძოლობდა ნაცების წინააღმდეგ მე იქიდან გამოაგდეს ემიდან
ეგრეთ წოდებული მეცხრე არხიდან გამოიყენეს რა პრეზერვატივი, ნახმარი პრეზერვატივი, უკაცრავად, მაგრამ ამას ახლა რა უნდა უთხრა მეტი და მე თურმე ადგა და ინაშვილის პარტიაში შეძვრა. კი არ შეძვრა, იქ შეუშვა უშიშროება, იმიტომ ყველა ნაბოზვარს და დედამოწყნულს. შემდეგ ქართული ოცნება თვითონ რომ ესე იგი ტრავერსული ძალაჭი ვითომ ძალა, ინაშვილის ძალა ქონდა. გამიგე? ხალხი ხო ფიქრობდა მართლა თავიდან ასე, რომ თარხანმოურავი და ინაშვილი მართლა იბრძოდა და ქოცებს თუ რამე შეეშლებოდათ, აბა ესენი აიწევდნენ ხმას. ეგეთი ის უნდათ, რა ქვია, ეგრეთ წოდებული პროვოკაციული ჯგუფი და იქვე შეყარეს, იქ როგორც ის ნაბოძვარი კობაია კობალაძის ნაჩათლახარი. ეხლაც მაგის დავალებაა რა, ჩემი გინება და ორივეს ერთად მოგიტყანთ დედის სმუტელი და მახაჩა რო ყავთ ის 50 ლარიანი ნაბოძვარი ჯერ თავდაცვის სამინისტროში რო იყო ვითომ მაგარ ბიჭა ჩემძვალი 50 ლარს რო აძლევდა უშიშროება თითო პოსტის დაწერაში და მე შედედამოწყნო შენ ესენი იყვნენ ორივე იჯდნენ ირმა ინაშვილის ხაზზე იქ ყავდა უშიშროებას ჩასმული ბოლო არ კორდი კონდა ეს და ესეთი კაცი ხა გამოსულა და იქიდანაც გამოუგდია თვითონ გამოუაგდეს სიამბლეში ხა იქ აღარ დაჭირდათ უკვე გაუფასურდა ეს ირმა ინაშვილი და თარხანმოურავი ვერანაირ ემას ვერ დააგროვებს ასიმილიზაციას ვერ მიცეს საზოგადოებრივად აღარ აქვს ანულირებული ძალაა და ახლა რაღაცა უნდა გაიფანტოს და ახლა გამოიყვანეს ეს ნაბოძვარი და გამოიყვანეს ის რა ქვია ეგრეთ წოდებული მახაჩა და ახლა სხვა ძალები არიან თურმე ახლა არ ვიცი მე მგონი ამას ჯერ არ უყრია ესა კენჭი დეპუტატი იმას აყრევიეს იმასო 1%-ს ვერა იყოს რაღაცა დედამოწყნულმა და ახლა მოკლედ თურმე იგი გამოდგა და მე იმას მიძახის რა ქვია რომ თურმე მე კინაღამ გამლახეს და მე ეშლება თურმე არა ის ჩემი ძმა ყოფილა და ამან გააჩერა თურმე ამის დედა შევეცი ამის მართლა შეკრუ კალაძის ისა ჩვეულებრივი ტრიაპკა ეხლა თვითონ ახლა ძაღლების თემა აწუხებს და ძაღლების თემით არის შეპყრობილი გულზე ძან და გულზე ხდება ძაღლების თემა და მოკლედ აქედან გამომდინარე აგინებს კალაძეს აგინებს უშიშროების ნამინისტრალი რო იყო ერთდღიანი გენერალი და მოკლედ ერთ ამბავშია და თან ამასობაში მომაყოლა აგერ ჩემ ძმასთან ის არ მოეწონა ჩემ ძმას და ძაღლების მიმართ გამოთქმული აზრები რაღაცა და მიმატნია ამაში მე ამის მოხურდავე დედა შევეცი პირში ამის ხო და მე ვიძია რას გეტყვი ისი საერთოდ აგერ ახლა არ ვიცი არ ვერევი არავის თემაში მე არ გინდა ჩემი ძმა იყოს გინდა იმის სტუმარი იყოს და რაღაცა ძაღლების მიმართ ზოგადად ძაღლების მიმართ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ბევრ შენაირ ნაბოძვარს აი ცუდი ძაღლი შენაირ ეგრეთ წოდებულ კაცს ყველაზე ავიცოფიანი ცუდი ძაღლი მირჩევნია თუ გაინტერესებს რა იმიტომ რომ იმ ძაღლს უფრო დიდი ღირსება აქვს იმ ძაღლს გაცილებით დიდი ერთგულება აქვს მაგნაირ ძაღლებს შენაირ ნაბოძვარ გაყიდულ ხურდაში დახურთავებულ კაცებს მე არ შევადარებ რა ამას არ გავაკეთებ არასდროს იმიტომ რომ ძაღლის წონა კაცობრიობის ისტორიაში რა და ძაღლის თვალები და ძაღლის გული ბევრ აი შენნაირს და შენზე შენნაირ აი ვინც შენ პატრონობს გინდა იმ უშიშროები და გინდა იმ ეგრეთ წოდებული ვეტერანთა რაღაცა სამსახური რო აგი ტრაქში რო უძრები კობაია კობალაძის მაგის დედა შევეცი მაგ რიაზანის იმაში გამოზრდილ ნაბოძვარს რომელმაც ქართველების წინააღმდეგ იმა რადიორა და ზვიად გამსახურდიას ტყუებს ესროდა ის ნაბოძვარი დედა მოტყნული და მე გმირად რო დაგვიჯდა იქ და მისი ნაბოძვარი შვილი იმაში უპატიოსნესი ბიჭი კინაღამ რომ მოაკლევია ბანკის თანამშრომელი არაფრის გულისთვის და დღეს გამოშვებული როა აგერ ქუჩაში რო დადის მკვლელობის მცდელობისთვის დაჭერილი ტიპი უმძიმესი დანაშაულია ეს აი შენ კობაია კობალაძეს და მახაჩას მოგიტყანთ დედის სმუტელი ერთიანად აი ახლა ხო გაიგე რომელი ძაღლი არ მირჩევნია ბიჭო რომელი ძაღლი არ მირჩევნია შენაირ კაც კობაია კობალაძის ნაირ კაც და დედამოწყნული მახაჩას ნაირ კაც თქვენ თუ კაცები გქვიათ საერთოდ და ამას თურმე გაუჩერებია იქ ჯგრო რომ ხელი არ დაერტყათ ჩემთვის და რეალობაში იგიც ვერ გაარჩია ეს გმირთა მოედანი იყო თუ ვაკის პარკში დახურდილი ქართველი ოფიცრების მემორიალი და ჯარისკაცების რა აი ესეთ ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ის გამოიწია დედამოწყნული ეგრეთ წოდებული ეს მახაჩა კობაია კობალაძის დავალებით იმიტომ რომ არ ესიამოვნა ამ დედამოწყნულს ამ პროჭიაშვილს ამ კობაია კობალაძეს მასხარაშვილი იყო ერთი საცოდავი ქალი შვილი ყავდა გარდაცვლილი აფხაზეთის ომში და ფულს პარავდა
ფულს პარყავდა ეს ნაბოძვარი კობაია კობალაძე სანამ არ მივედით მე და ჩემი ძმა ბლოგი არ ჩავწერეთ ამ ქალის სახში დაძაღებული ვყავდით ამ ქალს ერთადერთი შვილი მყავდაო ქვეყანას მივეციო მოკვდაო და იმას კაროჩეო ფულსო გვიწყვეტენა და იქნება ორი სიტყვა თქვათო და ხმარო ამოვიღე და დაურეკე იქიდან ვეტერინართან დეპარტამენტს მის მერე შეწყვიტა ამ ნაბოძვარმა კობაია კობალაძემ ამ ქალზე შეტევა გარდაცვლილი არის ახლა ეს ქალი მაგრამ ეს ვიდეო ბლოგი დადებულია და ყველამ ნახა და ყველამ იცის რაც იყო იქ ხო და ეს არ მოეწონა კობაია კობალაძეს და მომიქსია ეს ნაბოძვარი გაროჩე ეს მახაჩა მაგის 50 ლარიანი დედა შევეცი მე და იქ ვითომ ხელების შლა დაიწყო გმირებთა საფლავებზე ვინ ჯერ ერთი რომელი თავმოყარე კაცი იქნება ხელს სასაფლაოებზე რა და ზუსტად დედის მუტელი რო არ მოეწყნა იმ მახაჩას იქ მაგი იყო ზუსტად ერთადერთი ის შემთხვევა როდეს მაგ მახაჩას ხელი რო არ დავარტყი იქ და ვინ იყო იქ კაცო გენერალი იყო დათო იყო თევზაზე და მე მითხრა შვილო მაგას შენ კაცად თვლი მაგის ნუ არ მინდა ეხლა და შენ მართლა ადამიანად მიგაჩნიაო ეგა ამის მერე რა კომენტარი უნდა ნუ კაი ვაშკაცებიო საერთოდ საფლავებზე ხელს არ იქნებიან აი ეს იყო ერთადერთი მოტივი მომენტში რომ მახაჩა გადარჩა გაულახავი თორე დედის მუტელი მოეტყნებოდა და ეს ბოზიშვილი ეს დედა მოტყნული გამოდის აგარ და ვერ გაურკვევია ჯერ მე ვიყავი იქ თუ ჩემი ძმა იყო და ამან გადამარჩინა ამის ბოზი დედა შევეცი მე რა უნდა ვთქვა ეხლა ძაღლებთან მიმართებაში მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ვისაც ძაღლი ყავს, იმას უნდა ყავდეს პატრონი, იმ პატრონს უნდა ქონდეს ბიძია პასუხისმგებლობა, რომ მისი ძაღლი რასაც ჩაიდენს კანონის მიხედვით ასეა, ყოველ შემთხვევაში საფრანგეთში ასე არის. მე მქონდა მაგ ძაღლებთან შეხება, ყველას უყვარს აქ ძაღლები და ერთ დღეს როცა დავბრუნდი სამსახურიდან დამკბინა ძაღლმა და არც ვიცოდი ისე დამიკავშირდა პოლიცია, ისე ჩაერია თვითონ მე ძალიან მაგარი ეჭვი მეპარება, რომ ასე ორგანიზირებულად სახელმწიფო მოქმედებდეს ასეთ შემთხვევებში და გამოუწერეს კანონი და მე არ ვისურვებდი არც ერთი ძაღლის პატრონის ადგილზე ყოფნას, თქვათ, რომელიც სხვას დაესხმება თავზე და მიაყენებს ფიზიკურ დაზიანებას და მით უმეტეს თუ შეწყდება მისი შრომის უფლებები. აი ესეთ შემთხვევასთან მქონდა ადგილი და ზუსტად ვიცი კანონი როგორ მუშაობს აქ და საქართველოში რო კანონი არ მუშაობს ვიცი და ისიც კარგად ვიცი. ახლა გინდება ძაღლი აგრესიულია თუ არა, ამას ვეტერინარი დაადგენს და მე თუ არ მოეწონებათ ამ ძაღლს დააძინებენ რა. თუ გადაწყვეტს ამას კონკრეტული პირები და არა დავით დემსაძის ნებაზე არ იქნება მაგი. ახლა რა მინდა იცი აქედან თქვა, ესაა ჩემი ოფიციალური პოზიცია. მე არ ვიცი ახლა ძაღლების მეშვეობით ვინმე ფულ შეულობს საქართველოში არ შეულობს, მაგრამ ფაქტი ერთია რა. ეს ბაკურია სვანაძე ეტენება ამ ჯგუფს. და რატო ეტენება და რა ინტერესი აქვს ნამდვილად ვერ გეტყვით. მაგას ახლა კაი ინტერესი ეთყობა ოპოზიციურად განწყობილი ხალხია და უნდა უშიშროებას რომ ემას ჩააჩუმოს და აყვირეს ეს ბაკურია სვანაძე. აბა ახლა მეტი ან რა გაუკეთებია შევარდნაძის დროს, ან რასაკეთებდა რუსთავი ორის დროს, ან რასაკეთებდა მეცხრე არხში, ან რასაკეთებდა ინაშვილთან, ან რას გააკეთებს ახლა. აი ამის თქმა მინდა მე ეგა ძალიან ლოგიკური შეკითხვა და მე ამის შეკითხვას მე ამ მიმართულებით ყოველთვის დავსვამ, იმიტომ რომ ეს ადამიანი რო გამოვიდა ეგრე მაგინებს ამის ბოზი დედა შევეცი მე ამის ლაფშა დედა მოვტყალ მართლა კალაძის ნასწირკა ესა რა ხო ამას უნდა გაეცეს პასუხი მეტი რა უნდა უთხრა ახლა ამას უნდა აგინო 24 საათ დედის მუტელი ესა არა ლიცენზია კი არა აქვს გინებაზიო აღებულიო რა უნდა იგინო ბიჭო ვისთან მიმართებაში უნდა იგინო ან რატო უნდა იგინო შენი დედა შევეცი გარიგებული რო ხარ ქართულ ოცნებასთან მიტო ხარ დღეს მასე მშვიდად და მიტო იღებ ხმას თუ არ შეკულიანო შენ რის ხმის ამომღები ხარ იღებ ჩემნაირი ადამიანების წინააღმდეგ ხმას თუ არა ვის წინაშე უნდა ამოიღო შენ ვისთან რა გეთქმის რა ბავშვები შიმშილობენ ქუჩაში მაგაზი ამბობ რამე ეს თუ რაზე ამბობ გამოსული ხარ და ეგ რაღაცა მასტავ ქართული ოცნების თემებს და ეგ ტიპი ხარ და ეგ ტიპი ხარ შენი დედა მოვტყან შენ რა ნაბოძვარიც იყავი თავიდანვე ვიცოდი და შენ შენაერ ტიპებთან ხელის ჩამორთმევაც რო არ ღირდა ხო ეგეც ვიცოდი მე არ ვიცი ჩემს ძმას ყოველთვის მისი შეხედულებები ქონდა მაგრამ ფაქტი ასეა მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ აი ესე უშიშროების ანასხლეტებთან არასდროს ურთიერთობა არ უნდა ქონოდა. ახლა თუ სადმე გამარჯობა გითხრა, თუ სადმე შენ შეხვდი და ხელი გამოუწოდე და ჩემმა ძმამ ხელი ჩამოგართვა, ხო? რა ვიცი, ახლა
ამაში რა უნდა ვთქვა, მაშინ საქართველოში რო ვიყავით, შედედამოწყნულო, რამე ხმას იტყოდი ჩვენს წინააღმდეგ კი არა, საკუთარ ტომარაში იყავი გაყურსული, შენაბოზვარო, შედედამოწყნულო. ახლა დიდი გული მოგეცა, მაგარი ბიჭი ხარ, რო იცი რომ ქვეყანაში არა ვარ, არც მე და არც ჩემი ძმა. იცი რომ სანამ ქართული ოცნება, მე საქართველოში ვერ დავბრუნდები, გამიგე? ну თუ შეიცვალა ყველაფერი ნაცები მოვიდნენ ერთი ყლია ჩემთვის თქვენ ერთი ყლით შენ მაგალითად ყველგან მოერგები ყველა პროკას მოერჭობი მაგრამ ამ ორი ძალის გამარჯვების შემთხვევაში მე საქართველოში ვერ დაბრუნდები ეს იცი და ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ ბიჭო რომ მეშინია შედედამოწყნულო აზრს ვერ უყურებ ჩემი უკან დაბრუნების ამ ორი ძალის შემთხვევაში გამონეიტრალებენ და იმიტომ აქედან უფრო მეც გიტყნავთ თქვენ არ დედამოწყნულებს დედას ვიდრე მე ჩემი ქვეყნიდან გავაკეთებდი სიმართლის თქმით და გამოსულ ხარ აქ და თურმე ეს რა ქვია გოგა ბარბაქაძის ცოლს მივაყენე შეურაცხყოფა დათოს როლს თუ თამაშობ და ამის იმედის ტელევიზიაზე ხა იმედში უნდა კიდე ეთყობა მუშაობა დაიწყოს ამ ბოზიშვილმა და იმას ხრახნავს რა ქვია ჭანჭიქს უკეთებს რა თავზე რომ აი როგორ მიენცოს პროჭის ღარით უფრო კარგად რო დამასტოს თემები და რა უნდა უთხრა ამდე დამოწყნულს იცი აი ამ რობერტა სტურუას ნასეტკა გოგა ბარბაქაძეზე ისა მთელი ვეფხისტყაოსანი რო გახადა პორნოგრაფია რო ჩაატარეს რუსთაველის თეატრიდან შედედამოწყნულო შენ თუ კაი ბიჭი ხარ და ეროვნული ბიჭი ხარ ერთი შენი ხმასად იყო ამოღებული მე შენ მოგიტყანს უ ყველაფერი შენ რო გამოსულ ხარ აქ და რუსთაველის თეატრში ალაფუშეთის გამკეთებელი ნაბოზრებს რო იმას უწევ ტოს უწევ მე მიყენებია ჯერ რაღაცა მილაპარაკებია ამის ბოზანდარა ცოლზე რომ ტიპმა რომელმაც საკუთარი ცოლი უშიშროებაზე გააკირავა დედამოწყნულმა გოგაია ბარბაქაძე მის გულისთვის რომ ჯერ და მე რას ამბობს იცი მერეო დავით ნემსაძემო თხელიო რომ დაარტყესო პოლიციასო დაურეკავ აუ მეტი შენი დედა დამახტა საქართველოდან აგერა მონბლანის მწვერვალზე ტუჩებით ყლეზე ამას გეტყვი ხო იცი აი ესე ლამაზად გეტყვი ამას რამდენი დავით ნემსაძეს ჯერ ერთი პოლიციისთვის არ დაურეკია შენაბოზვარო შენ იცი როგორ ხდება ეგი არა შენ კი იცი შედედამოწყნულო მაგრამ მაინც ახლა გიმარტავ რა რაში არის საქმე როცა მე ჩამისაფრდა ის ჯგუფი რომლის დღევანდელი წევრი შენახარ შალვა რამიშვილის დაჯგუფების ჩვეულებრივი ისა ხარ რა ქვია განშტოება ხა პროსტო ხა გამოგიყვანე საჭიროა გამიგე ხო და აი მაშინ 5-6 კაცი ჩამისაფრდა ერთ ადამიანს ნავარჯიშებს ზურგიდან ქვის ჩარტყმით თუ რკინის ჩარტყმით თუ კასტედით რაც ეკავა ხელში მე წინიდან რა თქმა უნდა ფიზიკური დაზიანებით 5 კაცი ბიჭო რაც არ უნდა მაგარი იყო ადამიანი რას გაუმკლავდებით თანაც დაღლილი ადამიანი 10 კილომეტრი მგონდა ნარბენის არბენ პალაზაზე და ეგენ თან ვიდეოს მიღებდნენ და სასტრაფო რომ მოვიდა და შეხედა დაზიანებას ეგრევე გადარეკა იმაში პოლიციაში ეს ავტომატურად მოყვება სასტრაფოს პოლიცია ასეთ შემთხვევებში. აი შედედამოწყნულო როგორ იყო და მე რა შეეხება თემას. კი, ნამდვილად უკან არ დამიხევია შებოზიშვილო ჩვენება მივეცი ამას წინააღმდეგ. აბა შენაერ დედამოწყნულს პატარა ნაკაწრი რო გააკეთოს, ვინმე 9 წელი ჩასვამენ ციხეში. მის წინააღმდეგ და აუ ჟურნალისტს დაარტყა და აუ აქტივისტს დაარტყა და მე შედედამოწყნულო ნახევარით საფეთქელი ჩამინგრიეს უკან თავში ქვა დამარტყეს კასტეტით მთელი ტანზე ვიყავი დაზიანებული და კაციშვილი არ დაჭერილა იმიტომ რომ ანთებული ქონდა უშიშროებას წითელი და მე გამოვიდნენ ეს ნაბოზვარი მღვდლები და ნაბოზვარი მღვდლები ცდილობდნენ საქმის მოგვარებას ეს მორგოშიას მამაოები და ამარი ყლებიჭები შენ დედას შევეცი პირში შენი მეზღაპრე დედა მოვტყან პირში შენ როგორ არ უნდა გაგინო ბიჭო შენ უნდა გაგინო კი რა პოზა არ უნდა დატოვოს ას დედა შენს არ მივცემ და ასეც იქნება ეგი აბა როგორ იქნება აი აბა როგორ იქნება ახლა ჯერ კიდე სადახართ რა ამისთვის ეს დიდი პატივია აი დედამის ახლა აქ საჯაროდ რო უკეთებ ამას ეგეც დიდი პატივია, მაგრამ სათქმელი უნდა თქმულიყო და ვთქვი კიდევაც და განსაკუთრებით ახლა ამათ რა ხდება თიზი გულზე საპატრიარქოში რო ყანდურები დაჯდნენ. უავტორიტეტო ყანდურები და არ ვიცი ეთყობა რა ის კონტრაქტი აქვს გაფორმებული ამ AI-სთან არ დატოვეს პოზები, სადაც ეს ყველანაირად უავტორიტეტო ვინც აღავს ეს არ მინდა ახლა აქედან მაგ თემაზე გადავიდე, მაგრამ
ხან კობაია კობალაძესთან, ხან იმასთან, ხან ამასთან, ხან იმასთან, თუ ვინმე ყავდათ უშიშროების და კგბ-ს ბოზები, ამის დედა შევეცი, ყველგან სურათებში დაამონტაჟეს. და ამაზე რო გამოვდივარ და ვამბობ, რომ ბიჭო, ჯიპით იმისთვის ცალია ამ როჟას რა. იქ ბიძინა ივანიშვილი რო იკითხოს მის ეგრეთ წოდებულ ქადაგებაზე იმისთვის ცალია და ის ბავშვები საპატრიარქოსთან რო იყვნენ მისული იმისთვის არავის არ ცხელა და არ ცალია. ეს არის, რატო იცით, ეს არის ტაბუ დადებული თემა. და ამაზე ლაპარაკი არის დღეს ახლა სისხლის სამართლის დანაშაული. აბა ვინ გაბედავს ამაზე ლაპარაკს? აბა როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი? ესა სიმართლე. მე რა ვიცი ახლა მე ამ ტიპს ამას მე იმას მაინდა-მაინც ვერ დაუთმო, არც სურვილი არ მაქვს დაუთმო რა. ვიღაცა ბაკურას ვანაძეს, მაგრამ ამის დედის ტყნას დავაბრუნებ ყველა პოზაში. და აი ამაში ნამდვილად შეუძლია დარწმუნდეს. ყველა პლატფორმაზე. და ისიამონოს, ის კი იცის რას ნიშნავს. მაგან რას ნიშნავს 24 შვიდზე სულ დედის ტყნა რომ იდის, მაგისი აგერ ინტერნეტში უწევს. პროსტო რა არის, იცი, ხალხმა უნდა იცოდეს რა არიან ეს როგორი როჟები არიან, იცი, აი მართლა მცხნერი სჭამია როჟები, რომლებიც კაი ბიჭის როლს თამაშობენ, აი ასე როზიან რა, დუმარის სახით, სოკრატის სახით როზიან და თავი რო ხალხი გონია და კაცები რო გონია და აი ვითომ იქ რაღაცაზე ამოიღებს, ძაღლების თემა აწუხებს ახლა ამ დედამოტყულს საქართველოში, გამიგე, ძაღლების პრობლემითაა შეპყრობილი. ეს არის ძაღლის თურმე 7 წელი გაზრდილი ძაღლი მოპარეს. და იმითი არის შეძრული, ანუ არ იცის ახლა პრედლოგი საიდან მონახოს, აი იმ სასტავს რო შეუზროს ტრაქში და ეს დაზარალებული ამას ძაღლი აახიეს. ეს ნაბოზო, უნიჭოდ რო დაწერენ იმაში, სუსის ეგრეთ წოდებულ ათდელში რაღაცა ჩვეულებრივ ლეგენდას და რო უნდა მიებას რა, ხო? აი ისეთ რაღაცას ებმის თავს თან რანაირ ხალხს აყენებს, იცი? რანაირ ხალხს აყენებს იცი შეურაცხყოფას და დედას აგინებს. ვინ ეტყვის ამას საერთოდ რამეს ამ ბოზიშვილს, მაგრამ ისაო თუ თქვენო აგერო მეუბნებითო რა, ძმებნემსაძეებთანო კაი სიტუაცია დაიკავდაო თქვენი დედა მოვტყანო, ვინც მე ამას მეუბნებითო რა. რაღაცა ადამიანმა თუ შეხედა რომ სივრცეში ნემსაძე არის და ეს ნაბოზვარი არის, გამიგე ეს ვანაძე. და უთხრა თავისი აზრი, იმნაირ კაც დედას აგინებს ეს ბოზიშვილი ეს რა. ის სხვა თემა არის, მე ამნაირ დედამოტყნულს ვიცნობ, არ ვიცნობ, რანაირად ვიცნობ, როგორ ვიცნობ, ეს აბსოლუტურად სხვა სივრცე არის რა. მაგრამ აი ამას როგორ ყოფნის ესეთი თავხედობა, რა კაცმა რომელმაც კეთილი გულით მიწერა და ქვეყნისთვის რაღაცა უნდა, დედის მუტყელს აგინებს ამნაირ ხალხს. მართლა ეს 1000 ყლეზე გადანახტომი ნაბოზვარი. და თურმე ზვიად გამსახურდია ფაშისტი ყოფილა და მერაბ კოსტავას ამის აგინებელი ყოფილა, თურმე ამის დედა შევეცი ამისი. ამის ბოზანდარა დედის პირი მოვტყან მე. მიყავდა მისი შვილი აქციებზე, ხალხს ჯერ აგინებდა და რადონის ნაბოზვარია რა, ხალხს ჯერ აგინებდა და მერე მისი შვილი მიყავდა. კაროჩე და იქ მის მიერ ნაგინებ ხალხს ხელს არ თმევიებდა. რატომ მიყავდა ბავშვი იქ იცი, უშუალებას ნათქვამი ქონდა, რომ ამითი რაც შეიძლება ღრმად უნდა შესულიყო ნდობაში, რომ აი ბავშვის ემითი რა ქვია, ჰაბიტუსით და ემითი უფრო მიიღებდნენ ამ ბოზიშვილს. თუ თაშხიაში რო არის რა, თუ დაცალდაო ჯონჯოლია ღორიშვილსო, თავისი 5 შვილის გაზდაო, რითი იქნებაო შვილი მამაზენა უკეთესიო, აი ამნაირ ნაბოზვრებზია ზუსტად ნათქვამი ამის დედა შევეცი ამის. უნდა თქვა მეტი ახლა, ვიცი. მოვად რო და ეთყობა მამამის თუ გაიზარდა კაი კაცად, მე ეჭვმეპარება მაგნაირი კაცების გვერდზე საერთოდ კაცებად იზრდებოდნენ რა. კი გასცემს პასუხს რა, რომ მოკვეთავს მამის ნაჭამი ტყემალი ბაბუისოშვილი შვილს მოკვეთა, მაგრამ ამის შემთხვევაში უკვე მამას იმდენი აქვს ჩაჯმული, არ დაჭირდება ბაბუის მძღნერის მოლოკვა. აი ამის თქმა მინდოდა და დალში ახლა მე ნამდვილი გითხრათ არ მცალია, უნდა გავიდე რა. იმიტომ რომ სამუშაო დღე მქონდა, ვიმუშავე და ბრუნდები სახლში და მე როცა მოვიცლი ამისთვის რა, ფართო ფრონტით შედედა მოტყნულო, ხო? ფართო ფრონტით მოგიტყნავ დედის მუტელს. როცა მოვიცლი, ახლა შემთხვევით ვიყავი აგერ რა, შენი გულისთვის შევყოვნდი, სანამდე მიგამხობდი დედის მუტელს და დამიჯერე ერთ რაღაცას გეტყვი რა. შენაირ ნაბოზრებს უფრო სერიოზულ საფრთხედ მივიჩნევ. მე მთელი ერისთვის
მთელი ერისთვის, ვიდრე უშიშროების მინისტრად დასმულ მამუკია მდინარაძეს, თუნდაც ნაბოზვარ კალაძეს, რომელსაც მოპარული აქვს ვახტანგ გორგასლის მე და რატომ მივიჩნე, ვიცი, ისინი არიან ლუსტრირებული ნაბოზვრები და შენ დედა მოტყნულო, შენ ახარ შეფუთული მტერი. ყველა ადამიანის, ვისაც რამე საერთო შეიძლება გააჩნდეს პროტესტთან და კონდეს სერიოზულად პროტესტი ამ სიბილწისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მიწიდან ამოგიღებ. მაგას ამჭირდება საქართველოში ყოფნა. საქართველოში რომ მოხვდები, დედა მოტყნულო, მამა ჩემი ცხონებული, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა ამ კოვიდის დროს პირდაპირ მე ვიყავი პოლიტიკურ დევნაში და მამა ჩემი დაიმარტო ხელს დააძინეს, კაცი დააძინეს და აღარ გაიღვიძა სავანტყოფოში. და იგი იყო მკვლელობა. მამა ჩემი ზვიად გამსახურდია იდეების გამო 3 წელიწად ნახევარი ყავდა შებოზის გაზდილო კგბ-ს დაჭერილი რომ თავისუფალ საქართველოში მეცხოვრა. და როგორ საქართველოში ცხოვრობ, სადაც შენარი ნათესლარები ყრია, სადაც მე პოლიტიკური დევნილი მქვია, მამა ჩემი გაუგებარ ვითარებაშია მოკლული და ჩემი ძმა კიდე ქვეყნიდან არის განდევნილი, იმიტომ რომ დავით გარეჯზე სიტყვა რო ამოიღო, თურმე სისხლის სამართლის მუხლი აღუძრეს იმაში, უშიშროებაში. და ჩვენ ვართ უშიშროების აგენტები, შენი დედა შევეცი და შენ ახარ პატრიოტი, ბიჭო? შენ ახარ პატრიოტი, ჯერ იმ მთელი იმ უშიშროების ბიუროს დედა მოვტყან. რომელიც შენ გინახავს. მერე იმ შენი კალაძის დედა შევეცი და მერე იმ შენი მდინარაძის დედა მოვტყან ზევიდან. აი რატო იცი, შენაირი უნიჭო აქტიურ, კიდე რაღაცა ნიჭიერი და ნაკითხი მაინც იყო, რომ რაღაცა ელემენტარული ის გქონდეს, რა ქვია, შეხედულება გქონდეს, ან მისაღები იყო, ან თუნდაც ვიზუალური თვალით. შენი დედა შევეცი შენი. რა იმაზე უნდა ვილაპარაკო, შენ აღზრდაზე და განათლება, რომელი კულტურა გაქვს შენ, ჟურნალისტის კულტურა გაქვს შენ, განათლებული ხარ, ლიტერატურულად მეტყველებ, გამოთქმა გაქვს, არტიკულაციებს სწორად აკეთებ. თუ რა, ერთი ჩვეულებრივი გამზღარი ნეხვის ტომარა ხარ, შენი ღორი დედა შევეცი შენი. და გამოგინდა რომ ჩემს სისხლზე გაძღე, დედას მოგიტყნავ. ჯერ სადახარ და შენაერ ნაბოზრებს კიდე რა ვინ შენ უკან დგას სათითაოდ ამოვთხრი მიწიდან მაგისტვის საქართველოში მყოფნა ამჭირდება სანამ ჩამოვალ უკვე დედა გექნება მოტყნული და მე რო ჩამოვალ ჩემ ქვეყანაში შეიძლება მანამდე ზებგერული სისწრაფით გაგვასწრო ყველას ჩვენი ქვეყნიდან აი ვის აგინებოდა როგორ გითხრათ ჩემო ძმაო უნდა შეხვიდე და უნდა მოусმინო ეს ბაკურას ვანაზია ესეთი ყველა მთავრობის წოვია ყლე და აი იმას ვაგინებ მაგის დედა შევეცი რა და იმის გარემოცვას ვაგინებ დედის მუტელს აი ამის თქმა მინდა მე ხარ რა ვთქვა ფაქტი სახეზე არის მთელი ოჯახი ამოგწყვიტეს საქართველოსდან და ეს ნაბოზრები რა ბედაურები დაიხოცნენ და ვირებს რჩებათ მოედანიო აი ამ დედა მოტყნულების გასარჩევია თურმე ჩემ ქვეყანაში პოლიტიკა და საქმე ბინძური საქმეაო ჩემ აზრმა გითხრა პოლიტიკა შენაირი ბინძური ხალხი ყრია იმ პოლიტიკაში არა საქართველოში სუფთა პოლიტიკა იმიტომ რომ არ კეთდება სუფთა წესით და არა სერიოზული ადამიანები იქ ისეთი ადამიანები ვისაც უნდა მოეკითხოს ხო ოცნების მწოველა რო არისო კი ძმაო კი აი მაგაზე მაგ ზუსტად ლაპარაკი ხო და აი ასე მინდა გითხრა ხა მეტი რა ვიცი რა უნდა გითხრა რა კარგად თქვა იქ იმ შენმა ოჯახის წევრმა მაშინ რო ჩაუვარდა იმას კალაზის სიძეს ფეხებში პატააბულაძის ხო იცი თქვენიანიაო ხო შენი დედა შევეცი ხო იმისიანი ხარ იმისიანი რა პატააბულაძის სიანი კი არა ხარ აი ვისაც აგინებ შენ გვერდზე ბოლო პოსტი სადაც დევს ამ ბოზიშვილის კალაძეს რო აგინებს იმის ჩაოულებრივი მეტრაკეა აი ამის თქმა მინდოდა მე წადი ახლა შენი გამზდელი დედა მოვტყან და დატკბი იმ ფულით რაც ჩვენ გინებაში გადაგიხადეს დატკბი თუ შეგერგება შენი დედა მოვტყან კისერზე არ დაგადგეს ძვალი კისერზე არ დაგადგეს ძვალი შენი დედა შევეცი და ვინც შენს ილეთებს ატარებს აქტიური ვიქნები კი არა ჩემია ეს ქვეყანა საქართველო არის ჩემი შვილების არის და ყველა ღირსეული ადამიანის არის
აბა ვინ შენია? შენია ეს ქვეყანა? პირადი საკუთრება ლიცენზია გაქვს აღებული თუ ის არა ქვია პრივატიზირებული გაქვს ისა საქართველოს შენი დედა შევეცი შენი. კაცმა აზრი ვერ უნდა გამოხატოს და ვერაფერი ვერ უნდა თქვას და თავის ის არ უნდა გააჩნდეს პირადი შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თემაც არ უნდა იყოს. და დაკვეთით გამოვარდა ბიჭი მთელი ამ ხნის მანძილზე ხალხო 2019 წელს დავტოვე საქართველოს 2019 წელს წამოვედი საფრანგეთში იმიტომ ვიცოდი რომ მიპირებდნენ იარაღის ჩადებას და დაჭერას 9 წლიანი მუხლით ავტომატური სასრული იარაღის ჩადებას მიპირებდა ქართული ოცნება და მე ვიცი რა ეს ბოზიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა რომ დავით ნემსაძე არის სამხედრო წლების მანძილზე მსახურობდა აგერ უწყებაში და ხა ვინ არ დაიჯერებდა რომ ეს არა ქვია ავტომატური სასროლი იარაღი შეიძლება არ ქონოდა ისეთ ტემპერამენტიან კაც მე რო ვარ რა გულახდილად გეუბნები დანა არ მიტარებია ჯიბით დანა არ მიტარებია ჯიბით და მიპირებდნენ ამას როგორც ჩემი ის დაიჭირეს ორგანიზაციის წევრი ამდენი წლის წამოსული ვარ და ვითომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და ამ დროს კაცში სისხლში ნარკოტიკი არ აქვს. და ვითომ ვიღაცისგან შეიძინა თურმე ხელოვნური ნარკოტიკი. მოხმარების მიზნით. და სანამდე საპროცესო იმას გაუფორმებდნენ, მანამდე ეუბნებოდნენ დავით ნემსაძე გითხარი, სად არის უცხოეთში რა კოორდინატებზეა და ისე გაგიშვებთ აქედან. რო ვერ მიაღწიეს საქმეს გაუკეთეს ეს. და ამათ დედა შევეცი ამათი 9 წლიანი მუხლით მიპირებდნენ გაშვებას ციხეში რაც გაუკეთეს იგი არის გიორგი აჭელიძეს იმ ბიჭს იეტყვიები რო ჩაუდეს არაფრის გულისთვის და ეს ტყვიები არც კი შეხედეს რომ სამონადირეო მაღაზიაში იყიდებოდა ეს ტყვიები და ეს მასალა გაუფორმეს საბრძოლო მასალად დამტკიცებული აქვს ეს ყველაფერი მაგრამ ამათმა ყველაფრის უფლება წაართვეს ხო და რა ვიცი ახლა რაზე უნდა ვილაპარაკო მე რა უფლებებზე უნდა ვილაპარაკო როცა ამ ხელა ბოდიში და მართლა მძღნერის მოლაპარაკე მძღნერის ჭამია პროპაგანდონი ბოზები დაგიდგებოდნენ და გეტყოდნენ რომ აი შენ ტყვანი ხარ აი იმას ვერ მპატიობენ ამ დედამოტყუნლებს რო ვაჯობე რა ინფორმაციის ფლობითაც რო ვაჯობე სისწრაფითაც და მოქნილობითაც რო ვაჯობე და დღემდე დედას რო უტყნავ აი ეს ვერ აუტანიათ რა აი ამის თქმა მინდა მე ხა დალშე ია ვიცი ხა კაცია და მისი პატრონი რაც უნდათ ის გააკეთონ ზოგსო მღვდელი მოწონსო და ზოგსო მღვდლის ცოლიო აში მაინტერესებს კაცო ვისაც უნდა უსმინოს და უყუროს მაგ ნაბოზვარს ჩემგან რა მიდის საერთოდ უნდა იარსებოს რა თავისუფალმა სიტყვამ სივრცეში მე რა რომ ეს ბაკურას ვანაძე იქნება თუ უნდა სამნაირი ნაბოზვარიც უნდა ისმოდეს რა რაღაც დონეზე მისი სიხშირე საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს იმის აზრია მისაღები თუ ჩემი აზრი არის მისაღები გადით აბა ნებისმიერ თქვენგანს გეუბნებით და ვიღაცას აი მე არათუ ასე დონეზე არათუ წვინის შერყევით არათუ ნაკაწრი გაუკეთეთ რომელიმე პოლიციას ან რომელიმე ნასეტკას ხელისუფლების და სადამოყოფთ თავს ტროტუარის იმაზე ბილიკზე ჩამოჯდომის გამო ხალხს იჭერენ ციხეში ამის დედა შევის ვიჯო ამის დედა უმტყან ომის ვეტერანი კი ნახამ დამაინვალიდა ხუთმა კაცმა ქუჩაში და აქეთ კიდე იარაღის ჩადებას მიპირებდნენ და ამ დედამოტყუნლებს უნდა გადაუხადო მე ის რა ქვია ბოდიში რო ვაჯობე ჭკუაში და არ მივეცი თავი ან რომ მოვეკალი ქუჩაში და ან რომ დავეჭირე ქართულ ოცნებას რა თქვენი დედა მოვტყან თქვენი აი ეს ხელაწეული დამახტა ყლეზე დედაშენი ბაკურას ვანაცი აგერა მონბლანის მწვერვალზე მაქედან ახლა სადაც ახარ შენი გამზდელი დედა მოვტყან პროსტო რა არის იცი არაფერი არ მინდა რა ერთი ამა დედამოტყნულთან ერთად თუ აი დაუბრუნდები საქართველოში რინგზე შემიშვით მარტო აი სპორტული ინტერესით სხვა ხო არ მინდა აი 5000 ვიღაცას უნდა მოუტყნა წესით დედა რა ვინც ქვეყანას და თუნდაც ჩემ საქმეში ხელმოწერილია არავინ არ მინდა აი ამ ბოზის გაზრდილთან შემიშვით ერთ-ერთზე ხელით ხო მაგარი ბიჭია ხო მაგან სპორტულ ტანზე დგას და შემეჯიბროს რა რომ მივალ საქართველოში დედამის მივცემ პირში თავის ძაღლებიანად ამის გაზრდილი ძაღლი კი არა კაცი არ ივარგებს ამის დედა შევეცი მე
გამოსულა და ინტერნეტით მაგინებს ხელისუფლებაში ვიყავი შედედამოწყნულო. იმაში ვიყავი, რა ქვია, თანამდებობაზე ვიყავი. რამე ისეთი ტელევიზიის უფროსი ვიყავი, რომ აგერ ვებრძოდი იდეას და ეკლესიას და ეკლესიის სიკეთეს თუ რა, ყანდურიზმს ვებრძვი, შედედამოწყნულ დღემდე ვებრძვი, ჯიბყანდურა ტიპებს. შენ რო ხარ მაგის ანასხლეტი, მაგრამ რატო აი პროსტო არ მესმის, ხო? არა, კი მე ვიცი რატო, მაგრამ აი არსებითად საზოგადოებრივი მიზეზი ხო უნდა იყოს ჩემი შეურაცხყოფის. აი შენ კორუფციაში იყავი გასრული, შენ ხელისუფლებაში იყავი და რამე ცუდი გააკეთე, შენ ქვეყანა დაღუპე, შენ რელიგია დაღუპე, რისთვის? არსად არასდროს არანაირი საპასუხისმგებლო პოსტი არ მეკავა, როცა მეკავა ჯარში პოსტი და ვიყავი, ვერ გავჩერდი თინა ხიდაშელის დროს, იმიტომ რომ ბავშვების წამება მიდიოდა და არავიკერე პირი. და აგერ რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული საფრანგეთის სასამართლოს ყველა მასალა აქიდო და მეორე ოფიცერსაც მისცეს კიდე პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქ არ იყო მარტო ჩემი სიტყვით თემა დადასტურებული, ეს დადასტურებული ფაქტია. ხო და რა ვიცი, ახლა მე მინდა რომ გავიგო ერთი ეს ბოზის გაზრდილი რას დაობს. და უშიშროების აგენტი და დედამოწყნული და იმაში საროსკიპოში გაზრდილი ეს ნაბოზვარია. მთელი ქვეყანა იქცა საროსკიპოთ. ნებისმიერ უწყებაში დღეს ვისაც გინდა, როგორც გინდა, რანაირადაც გინდა, ისე დაასაქმებ თუ უბრალოდ ტრაქში უძროები ამ უშიშროებას. ესაა ქვეყანა, სადაც უშიშროების მინისტრი დაჭერილია, უშიშროების ოფიცრები დაჭერილია, უშიშროების ოფიცრები თავს იკლავენ სიბინძურეებიდან გამომდინარე. და ესაა ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრის ციხეშია დაჭერილი, არაფერს არ ვამბობ შესყიდვების, ეკონომიკის მინისტრის და თავდაცვის მინისტრის შესახებ. და ეს ბოზიშვილი გამოდის და მე მედავება. ავი ჯონი, მეგობა რომ აი ვიღაცა დედამოწყნულზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც მართლა ჰაერია. და გამოშვებული ნასეტკაა, იმიტომ რომ აი მომაყენო შეურაცხყოფა. ხო მიიღე, ხურდად, გაგიმრავლეთ თუ გინდა. ძალიან სერიოზულად გაგიმრავლებთ შენ დედა შევეცი. ეხლა მე უნდა წავიდე, მართლა აღარ მცალია რა, ძალიან შევყევი შენი დედის სტრაკის გინებას და თან ისა რა ქვია, საზოგადოებრივად გულახდილად გეტყვით ბოდიშ ყველას. მაგრამ ამათ უნდა გასცე საერთოდ კბილი-კბილის წინო, თვალის წინო ნათქვამია რა. ძველი აღთქმითაა ნათქვამი, მაგრამ მე არა ვარ იმ დონის ქრისტიანი, ასეთი მტერი რომ მიყვარდეს ღმერთმა მოპატიოს რა. მე ვარ სამხედრო და ვიცი რომ ამნაირი მტერი უნდა გაანადგურო, მოუტყნა დედის მუტელი. ესია რა, თვითონ გახდნენ ძალიან მაგარი ქრისტიანები. აი ხო ვაგინებ დედის მუტელს, მაგას, კობაია-კობალაძეს, ნაბოზვარს, იქროზის, მახაჩებს და ამგვარს და შემიყვარონ. დიდმა ქრისტიანებმა, მარხვაზე რო არიან, შემიყვარონ მაგენის დედა შევეცი, ქრისტიანული მორალით. მე მექნება ესეთი პრინციპი, თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ თქვენ დედა შევეცი რა. ადრე იქნება თუ გვიან იქნება, მე მოგადგები. თუ მე ვერ მოვედი თქვენამდე სამართალი ხომ მოვა ბუნებაში ასეა. ქვარო უკუღმა დააგდო, შეიძლება ბუნებრივმა მოაბრუნოს წაღმა, იმიტომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ადრე თუ გვიან რა. თქვენამდეც მოვა სამართალი. ღრმად მწამს ამის. всё აბა რა უნდა გითხრათ, აბა